ზედა საქარაში გრიგოლ ფერაძის 151 მცხოვრები შოთა კურცხალია მისი საცხოვრებელი სახლის გვერდით არსებულ სიტუაციას დაახლოებით 2 წელია აპროტესტებს. ამბობს, რომ სახლთან ახლოს ღია საკანალიზაციო არხი მიედინება, რომელიც რამდენიმე მეტრის მოშორებით გუბდება და ანტისანიტარიას ქმნის. გარდა ამისა, მას ეჭვი აქვს, რომ შედეგად დაბინძურებულია მიმდებარე და არსებული სასმელი წყლის ჭა. 2 წელი რაც ეს მდგომარეობაში ვიმყოფებით რა. ესე იგი, დავიწყოთ იქიდან, რომ პირველ რიგში მოუწესრიგებელი სიტუაცია ჯერ თქვენაც ხედავთ რომ როგორი სიტუაცია მინაგავებული ყველაფერი არაფერი არ არის წესი ნორმალურად გაკეთებული პლუს ამას შეერთებულია კანალიზაცია არის ღიად კანალში აქვს გამოყვანილი ახლა აქ კანალიზაცია 5 მეტრში არის უკვე კანალიზაცია არის და ამ წყალსაც ვეღარსავთ რა იმიტომ რომ ჭხირები და ამენი უბედურება იქნება შინ რა დარწმუნებული ვარ და მიწევს აი გრულების წყალზე სიარული რა ბალონებით რომ წყალი დავლიოთ რა ოჯახში ვიმყოფებით 7 სული 4 მცირეწლოვანი ბავშვი და ნუ რა ვიცი ახ თქვენ პირობებს თქვენ თვითონაც ხედავთ. შოთა კურცხალია კიდევ ერთი პრობლემის შესახებ საუბრობს. ერთი 5-6-ზე მოხდა ავარიები, არ ჩანს პირდაპირ გზა, აქენა შემოსასვლელი და ორჯერ იყო განმოვარდნილი მანქანა. აი განმოსასვლელი ხიდზე დავიღოთ. თუ გინდა განმოსასვლელი ხიდზედაც ელემენტარულად ის არა აქვს, რომ გადმოვიდეს ხალხი ხალბატონო სასალფეხო გზა, რომ გადმოვიდეს ნორმალურად ადამიანმა. მრავალშვილიანი ოჯახი არსებული პრობლემის მოგვარებას წინააღმდეგ შემთხვევაში კი განსახლებას ითხოვს. არაერთხელ მიმართ იმას, რა ქვია, საგზაო დეპარტამენტს გამგეობის მეშვეობით თხოვეთ, რომ მიგვეწერა და 1-15-20 ჯერ მივწერეთ წერილობით და არანაირი ყურადღება არ მოუქცევიათ რა, მოვიდნენ დღეს ხვალ და ნუ რა ვიცი წელიწად ნახევარია თითქმის უფრო მეტი დაახლოებით 2 წელია თითქმის ასე რაც ასეთ პირობებში მდგომარეობაში ვიმყოფები. ამიტომ იძულებული ვარ რომ ვითხოვ რომ ამასახლონ აქედან. თუ ამის თავი არ აქვს რომ ამასახლონ, მაშინ მოაგვარონ ისეთ სიტუაციას შექმნან აქ პირობები რომ ადამიანი იცხოვროს. ადგილზე პარტია საქართველოსთვის წარმომადგენელი მაია კახნიაშვილი იმყოფებოდა, რომელსაც როგორც თავად გითხრა შოთა კურცხალიამ დახმარებისთვის მიმართა. ახს როგორც მე ვნახე 7 სულიანი ოჯახი 4 მცირეწლოვანი ბავშვით მართლა გაუსაძლისია ყოფა იმიტომ რომ ეხა წარმოიდგინეთ ზაფხული მოდის მზიანი მაღალი ტემპერატურებში რა მდგომარეობა იქნება გინდათ შეაწუხებთ მათი სუნი იქ კიდე მწერები ეკოლოგიურად ისედაც ეს ადამიანები ფეროსგან მიმართ გამომდინარე ნამდვილად არ არიან დაცულები ფეროს თავზე ცხოვრობენ ესე რომ ვთქვა და მათ ეკოლოგიურ სიბინძურეს ემატება კიდე კომპანიის მიერ ცუდად შესრულებული სამუშაოები. მე მაინტერესებს უბრალოდ აღნიშნული ტერიტორია ეკუთვნის დეპარტამენტს თუ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას. რომ ვის ზუსტად მიაკითხოს მაინც, მივიდეს მაინც, იმიტომ რომ მერი რომელიც შუამავალი უნდა იყოს მისი მოსახლესა და სხვა ინსტანციას შორის ამ ფუნქციას ფაქტი არ ასრულებს. და თვითონ ჩვენ რომ მაინც მივიდეთ, აი ზუსტად რომ ვიცოდეთ, ვის ეკუთვნის აღნიშნული ტერიტორია, რომ მოწესრიგდეს იქედან ნარჩენები ეს ნაგავის სახით ეს მაინც იქნეს გატანილი. და ქვემოთ კიდე აი ცოტა ქვემოთ რომ გადავედით, იქ ვნახეთ რომ ეს მასები და წყალი რაც მიდის, რაღაც მასავით ერთიანად გასასვლელი არ აქვს და იქ გუბდება. ისედაც მეწყერი, ისედაც რაღაცა და აი რატომ არ აქცევს მუნიციპალიტეტი ეს რაღაცებს ყურადღებას ჩემამდე არ დადის. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ ზედა საქარაში მერის წარმომადგენელს ივანე სამხარაძეს ვკითხეთ. მან დაადასტურა, რომ ტერიტორია, რომელზეც შოთა კურცხალია საუბრობს და რომელზეც ღია არხი მიედინება, სოფლის საკუთრებაა. სიტუაციას კი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზეა შექმნილი, რთული უწოდა. ეს ტერიტორია მდებარეობს ქალაქის მხარეს, ქალაქის ტერიტორია. ოღონდ შემდეგ აქეთ სტანიაღვრე არხი, რომელიც ალი მოედინება შინი ქვეთს მე სოფლის ტერიტორიას აქეთა გადმოედინება სოფლის მხარეს. არის იმით ყოფილებული სამაციანი ელემენტარის ტრუბით განმოყვანილი და გადმოედინება აქეთ მაგრამ ახლოს არის ძალიან დაახლოებით 10 მეტრში. ერთი კი არის იქით ღია გუნდი გაჭრილი, ღია არხი არის გაჭრილი ტრაქტორისგან და იქით კი მიდის იქთანი მაგრამ მაინც სავალალო მდგომარეობა არის, ვინაიდან ახლოში არის ჭა. ძალიან ახლოში, დაახლოებით 10 მეტრში არის ჭა და დიდი ალბათობაა, რომ დაბინძურდეს ეს რა ქვია სასმელი წყალი. აქედან გამომდინარე, ვესაუბრებ მე ბატონგელას, ჯოგელს, ვისაუბრებ ჩვენ და შევთანხმდით და მივართ ადგილზე.
შოთა კურცხალიას პრობლემის შესახებ ადგილობრივ თვითმმართველობაშიც ვიკითხეთ, როგორც გავარკვიეთ, მათგან საავტომობილო გზების დეპარტამენტში წერილი გაგზავნილია, თუმცა პასუხი ჯერ არ ჩანს. ოფიციალური მიმართვა დეპარტამენტში სპექტრმაც გაგზავნა, შესაბამისად ამ უწყებისგან პასუხის მოლოდინის რეჟიმში ვრჩებით. ქალაქ ზესტაფონში ზაქარიაძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა, რომელშიც ორი ოჯახი ცხოვრობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი, როგორც გვეუბნებიან, შუადღეს გაჩნდა მაშინ, როდესაც ოჯახებში მხოლოდ მოხუცები იმყოფებოდნენ. ისინი ცეცხლმოკიდებული სახლიდან უვნებლად გამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ჯგუფები, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია და მას გამოძიება დაადგენს. სარკინიგზო ხაზის მარშრუტზე ქუთაისის საჩხერე, ქუთაისი მგზავრთა მომსახურება განახლდა. მატარებელი ყოველდღიურად იმოძრავებს და ქუთაისის რკინიგზის სადგურიდან სტარტს დილის 6 საათისთვის აიღებს. მარშრუტის ხანგრძლივობა საჩხერის სადგურამდე 3 საათი და 30 წუთია. გარდა ძირითადი სადგურებისა, საგარეუბნო მატარებელი, როგორც გვეუბნებიან, მუნიციპალიტეტების არაერთ ადმინისტრაციულ ერთეულში განთავსებულ ბაქნებზე გაჩერდება. მგზავრობის ღირებულება 1 ლარს შეადგენს. დილისთვის მატარებელი ზესტაფონის სარკინიგზო სადგურში დაახლოებით 6 საათსა და 50 წუთზე შემოვა და მოძრაობა საჩხერის მიმართულებით 5 წუთში გააგრძელებს. საჩხერიდან კი 11-ის ნახევრისთვის გამოვა და დღის მარშრუტს 2-ის ნახევრისთვის ქუთაისში დაასრულებს. სპექტრმა ის მგზავრები ჩაწერა, რომლებმაც გარკვეული ინტერვალის შემდეგ საჩხერე ქუთაისის მატარებლით პირველად იმგზავრეს. მატარებლის აუცილებლობა ჩვენ სოფელში ძალიან საჭიროა. თაგორიანი სოფელია და არ ვიცი. ეს რო არ გამოსულიყო მართლა ფეხით სიარული მიწევს. ამის გაუქმება არ აქვს და შეიძლება თაგორიანია ჩვენი სოფელი. მანქანები არ არის, მარშრუტკა არ არის. ესე თუ გაგრძელდება, კაია, თუ არა და მაშინ გადაგასახლოს რაღაცა და ისეთ ადგილას რო საცხოვროთ. ბოსლევ ნიჩაფა. ძალიან კარგია რომ დანიშნეს. ჩვენ პირადად ისეთ ადგილზე ვართ, რომ მატარებელი უფრო ვიხერხდება და ვაწყობს მატარებლის მგზავრობა. 1 აპრილიდან საქართველოში თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია მხოლოდ სადა სტანდარტიზებული შეფუთვით იქნება ნებადართული. თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, კანონის თანახმად, ყველა ბრენდი ვალდებულია გამოიყენოს ერთიანი, სტანდარტული ფერის შეფუთვა, რომელზეც მითითებული იქნება მხოლოდ ბრენდისა და ქვესახეობის დასახელება, სამედიცინო გაფრთხილებებისა და სხვა აუცილებელი ინფორმაციის თანხლებით. სადა შეფუთვა მიზნად ისახავს თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირებას, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში. თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უკვე თებერვალში დაფიქსირდა თამბაქოს ზოგიერთი მწარმოებლის მიერ სავაჭრო ქსელებში სადა შეფუთვით სარეალიზაციო სიგარეტების შეტანის ფაქტები. 1 აპრილიდან კი ყველა დარღვევაზე მოხდება შესაბამისი რეაგირება. საჯარიმო სანქცია ამ შემთხვევაში სოლიდურია, ის 5000 ლარით არის განსაზღვრული, აღნიშნულია ინფორმაციაში.